ანუ აი თბილისის ცენტრში მეჩეთიდან მოდიან არა აქაური მუსლიმები აშკარად, ანუ აშკარად პაკისტანელი ჩამოსულებიანი ნახატი. თან არაბებიც, არაბები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ну შეიძლება ვიღაც არაბიც ურევია. მაგრამ ну რაც ვნახე, ძირითადი მასა პაკისტანელი. აშკარად ჩამოსული მიგრანტები მოდიან, ხო? ეხა ამაზე რო გითხოს ვიღაცამ რომ როგორ ადგენთ რა ვიზუალურად. აი ვადგენ. ვიზუალურად ეთყობა ვარჩევ, სხვისგან ეგრე ვარჩევ. ხო და ამაზე აი ცოტა როგორ გება, იცი? აი თქვენი მოგონილი პრობლემაა ეგ და ასე აყენებს საკის და ეს არ ხდება. და ვინც ამ პრობლემას ასე ხატავს, ის არის რაღაც манипуляტორი, სპეციალურად ხატავს. სინამდვილეში რა ის გამოიკვეთა, იცი? კი კაცო რაღაც ზოგადად შეიძლება შეწუხდე დემოგრაფიაზე. ოღონდ ისეთ ნაწილზე შეიძლება შეწუხდე, რომელიც ხელისუფლებაზე პირდაპირ პრეტენზიას ვერ გაავრცელებს. აი, ხელისუფლებასო პრეტენზიას ვერ წაუყენებ, რომ აი, ნუ კაი ხო ეხა აღარ მრავლდება ხალხი. ხო, ნუ ეხა ხელისუფლება ხო არ გაამრავლებს ხელოვნურად, რავი, თვითონ აღარ მრავლდება. მე გეტყვი როგორ. ხალხის ბრალი. ხალხის ბრალია რა. აი, მაგალითად ხალხი იცლება სოფლები და რავი, ხალხი თვითონ მიდის ეხლა ამ სოფლებიდან და მიგრაცია რატო ხდება, იცი? ლაპარაკე სოფლები. მიგრაცია რატო ხდება, იცი? ეს ქართველები მიდიან და აღარ არის ხა ეს მუშახელი და აა ჩამოვლენ აბარაკი. ანუ მას მარტო ისეთ რაღაცეებზე ილაპარაკე. ეგრე შეიძლება ლაპარაკი. აი შოთა მე ხარ რაც აღწერა, ეგრე შეიძლება ლაპარაკი. ოღონდ რა მომენტშიც ვინმე, მაგალითად ჩვენ საკითხს დააყენებს, რომ ეს მთავრობა არასწორად მართავს. არასწორი კანონები გვაქვს, არასწორი პოლიტიკა გვაქვს, არასწორი მიდგომა. ეგ უკვე აღარ შეიძლება. ეგ არა, ეგ манипуляция. არა, ეგ უკვე ეგ არის პარტიული ისა რა ქვია, ნარატივი. ხო, ნარატივი. კი, აი რაშია ხოლმე. პირველი კი კითხვა მაგ ანუ ჩვენ ხო პარტია ვართ. კი, პარტია ვარ. პარტიას პარტიული ნარატივი უნდა ქონდეს, მე მგონი. არა? კი, პარტიას პარტიული ნარატივი უნდა ქონდეს, ოღონდ თან როგორ რაღაცა იცი, ჩვენ რა პარტიული ნარატივიც გვაქვს, არის სიმართლე. ანუ აი რაც სიმართლეა, მაგას ვლაპარაკობ. ხელი პრობლემა რა შეიცი? ჯო საკითხი დგება, აი მაყურებელს რომ ზუსტად შემდეგნაირად დგება პრეტენზია. კი კაცო, დემოგრაფია რო პრობლემაა, მაგაზე ილაპარაკეთ. ზოგადად მიგრაცია რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგაზეც ილაპარაკეთ. ოღონდ აი ისეთ ნაწილში არ ახსენოთ მიგრაციის და დემოგრაფიის პრობლემა, რომელიც აი კონკრეტულად მთავრობამ ეს რატო გააკეთა, ეს აღარ გააკეთოს, ეგრე დადგება. ანუ მაგალითად აი რაღაც ინდუსები და პაკისტანელები თბილისში რო დადიან ეგ რა სალაპარაკო კაცო. ანუ ამათმა რო შემოიყვანეს. აი სოფლები რო დაიცა და ხალხი ბავშვებს აღარ აჩენს. ანუ ხალხზე რო იტყვი, რომ თვითონ რატო დაიცალეთ. ხო, ეგ ილაპარაკე რამდენი. ეგ ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. ოღონდ აი 7 მილიარდად ქალაქს რატო მიშენებს, სადაც ინვესტორი იძახის, რომ უცხოელები უნდა ჩავასახლო. ეგ სპეკულაცია. აი ეგრე უნდა დადგეს. ეგ არის ძალიან სახიფათო. ზოგადად არის საქართველოს დაშვებული საკითხების ესე დაყენება, რომ ამ საწყალ ოცნებას რანაირად არ გამოადგა ეს უმადური ქართველი ხალხი, აი ეგრე თუ დგება საკითხი, რომ რა მაგარი მთავრობა ყავს, პროსტა ხალხში არ გაუმართლა. აი ეგ არის ეგეთი ნარატივისთვის არის გზა ფართო, მიდი მოვდივარ, რაზეც გინდა მერე თქვი რომ რა ცუდი ხდება. და თუ პირიქით არის რომ მე მგონია ამ ქართველ ხალხს არ გამოადგა ეს მთავრობა, აი მანდ უკვე ცალსახად ერთი რაღაც უნდა ითქვას. ითვლება რომ არ შეიძლება ეგეთი რა. ერთი რაღაც უნდა ითქვას. ეგ არ ვიცი, ეგ საით არის, ეგ მაგისი ბრალეულობა,
გარკვეული თვალსაზრისით ოცნებისკენაც არის და გარკვეული თვალსაზრისით ხალხისკენაც არის, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრია საქართველოში როგორი მოვლენა შეინიშნება, იცი? აი ადამიანები, ვინც ოცნებას აპრავებს. აი მასეთი ნიშნული არის რაღაცნაირად შემაშფოთებლად მაღალი. აი ისეთი ხალხის რაღაც შემაშფოთებელი ციფრი ფიქსირდება, რომელიც საკითხს აეგრე აყენებს, რომ აი ოცნებას აკრიტიკებთ. ხო, რაღაცა ხდება, ხო? ოცნებას ვინც ამ საკითხში აკრიტიკებს, კარგია. ხო? და ვიღაცა ნერვიულობს, ეგეთი ხალხი არსებობს, ოცნებაზე მეტად რომ ნერვიულობს, ოცნებას რო აკრიტიკებენ, ეგეთი ხალხი ზედმეტად მაღალი ციფრია და მანდ რა არ ვიცი ეგ მანდ რა არის, ანუ ხელისუფლებას აქვს შემდეგი სტრატეგია არჩეული. ყავს უშუალოდ მასთან აფილირებული სპიკერები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. ვინც ოცნების სახელით პირდაპირ ოცნების სახელით ვინც ლაპარაკობს, ისინი ამბობენ, რომ საერთოდ პრობლემა არსად არ დგას, ქვეყანა ვითარდება, წინ ვართ, რა არაბიზაცია და რა ის ეხლა რაც აგერ კადრებზე ვიხილეთ, ეგ არ არსებობს. რაღაც მალე ყველანი მილიონერები გავხდებით და საქართველო გავწყინდება. ეს არის ერთი ხაზი. ასევე მას ყავს დაფინანსებული პირდაპირ მასთან კავშირში ყოფი ჯგუფები, რომლებიც ასე პირდაპირ არ იძახიან, რომ ოცნება არიან, მაგრამ აი დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ზის ისევ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ეთერებში, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია ისიც და საუბრობს შემდეგს, რომ რაღაცეები ცუდია, მაგრამ იმ სიცუდეში ძალიან კორექტულია. პირდაპირ რომ კავშირი ამ სიცუდესა და ხელისუფლებას შორის არ მოხდეს, რაღაც აბსტრაქტულ, რაღაც სუბიექტურ მიზეზებს იგონებენ ხოლმე, ვიღაცა არის ამაში დამნაშავე. რაღაც deep state ხალხი ან ჯერ იწყება deep state-ით, მერე ნაცებით, მერე ნუ ხალხსაც არ უნდა რა. ყველას ბრალი ანუ საკითხს ისე აყენებენ, რომ რაღაცა, აი ქართველების გაქრობის საშიშროება რო დგას, ამის პასუხისგებლობა მთავრობას კი არ აკისრია. ნუ რავი, ეგ თუ ეგრე მოხდა, ნუ ალბათ ბუნებამ და ღმერთმა ცაში ასე ინება რა. და ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის ამასთან. თან და უყურე რა არის მანდ კიდე აი სად ჩანს რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ეგრე არ არის და ყველაფრის პასუხისგებლობა მთავრობაზეა. საერთოდ ქვეყანაში რაც ხდება, ლომის წილი ამის არის მთავრობაზე, კაცო, იმიტომ რომ მას აქვს მართვის ბერკეტები, ის აკონტროლებს ვითარებას. ციცუდეს და კარგსაც თვითონ ის ქმნის. ან ხელს უწყობს, ან თავისი დუმილით და არაფრის კეთებით, პასიურობით ამის ნიადაგს ამზადებს. აი უყურეთ. დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ საინფორმაციო კუთხით აი ამ არაბიზაციაზე, ამ უკონტროლო მიგრაციაზე ვსაუბრობთ და აქციებს ვატარებთ, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას ვეწევით. და იმდენად ეს გახმაურდა. საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს შეტანილი. იმდენად, ეგ ცალკე, ეგ იურიდიული საკანონმდებლო კუთხითაც ვაქტიურობთ. ანუ იმდენად ეს გახმაურდა, იმდენად შეუმჩნეველია ეს ხელისუფლებისთვის, რომ ხანდახან ირაკლი იმას კობახიძეს უწევს ხოლმე ასე სუფლერთან დაჯდომა და თავის მართლება, რომ არა ხალხო ჩვენ სინამდვილეში 5 მიგრანტი ყავს საუდის არაბეთიდან და ყატარიდან და თქვენ გეჩვენებათ ეს ქუჩაში რო დადიხარ და ეს ამ ხალხს რო ხედავთ უცხოელებს, ეგენი არ არიან, არ ვიცი ოღონდ ვინ არიან, ან თუნდაც აგერ ვიდეოში რაც გაჩვენეთ, ეგენიც არ არსებობენ. ანუ მთავრობას უწევს ხალხის დამშვიდება. ამის გარდა, აი მაგალითად რაღაცა იმის საიმიგრაციო დეპარტამენტი რო გაიხსნა და შინაგან საქმეთა მინისტრი გვირდება, რომ მომავალ წელს 4000 არალეგალს დაადეპორტებენ საქართველოდან, არ ვიცი ოღონდ იმ 15000 რას უშვებიან, ალბათ იმათ 10 წლის განმავლობაში დაადეპორტებენ. ანუ თუ ეს არ არსებობს,
თუ არანაირი პრობლემა არ არის, ყველაფერი კარგათაა. ამ ნაბიჯებს რატო დგამს ხელისუფლება? ანუ რატომ უწევს რომ დაამშვიდოს ხალხი? იმიტომ რომ ეგ პრობლემას ხალხს ეგ პრობლემა აწუხებს ყველაზე მეტად.